სამი ყუთი გვაქვს, თითოეულ ყუთში მოთავსებულია ბურთები. ბურთების რაოდენობები მთელი დადებითი რიცხვია, ეს მნიშვნელოვანია. და n+3, n+1 და 4-n-ი. ჯამურად მაქსიმუმ რამდენი შეიძლება იყოს სამივე ყუთში მოთავსებული ბურთების რაოდენობა. ესე იგი, ბურთების რაოდენობა ჩვენ გვაქვს n+3 + n+1 + 4-n. ნუ n-ები შეიკვეცა და დარჩა n+8. ნუ ერთი შეხედვით, ყველა სავარაუდო პასუხი თითქოს მისაღებია და მოდი მაქსიმუმი რიცხვი აგერ 125 ავიღოთ, ხო? მაგრამ ეს არ იქნება სწორი მსჯელობა, რადგან ჩვენ აქ უნდა შევამჩნიოთ, რომ c5-ში 4-n გვაქვს ბურთების რაოდენობა. რაც იმას ნიშნავს, რომ n-ის ნიშნულობა შეიძლება იყოს 1, 2 ან 3. 4-იც ვერ იქნება, იმიტომ რომ 4 რომ ჩავსვათ უკვე c5-ში 0 ბურთი გვჩება და 0 არ არის დადებითი რიცხვი. ამიტომ ამ შეზღუდვის გათვალისწინებით 1, 2, 3 რა შეიძლება ჩავსვათ n-ის ადგილას, რომ ჯამი მაქსიმუმი გამოვიდეს. და ეს არის 3 და ამიტომ 3+8 მაქსიმალური რაოდენობა გამოგვდის 11-ის თორე. თუკი ჩვენ ამ 1, 2 და 3 სათითაოდ ჩავსვამდით ყველა ყუთში n-ის ადგილას და 1-ის შემთხვევასაც, 2-ის შემთხვევასაც და 3-ის შემთხვევასაც გამოვითვლიდით, იგივეს მივიღებდით 11-ს, 10-ს 2-ის შემთხვევაში და 9-ს 1-ის შემთხვევაში და ასეც მივიდოდით პასუხამდე, რომ მაქსიმუმი არის 11, ხო? ამიტომ ორივე ვარიანტი დასაშვებია. ეს გამოთვლა ოდნავ უფრო მოკლე ვარიანტია.